იმისთვის რომ ავტომობილის მართვა ძალიან მალე, ძალიან სწრაფად და რაც შეიძლება ნაკლები ხარჯებით ისწავლო, აუცილებელია სისტემური პრაქტიკა ჩემოწმაო და არანაირად ბევრი კარგია, მაგრამ ძალიან დიდ დროზე იწელება. სისტემური იდეალურია, გაწერილია ყველაფერი იმაზე, რომ ერთ კონკრეტულ დღეს ერთი კონკრეტული მანევრი იდეალურ დონეზე ისწავლო. ეს სიტუაცია რომ რაღაცნაირად მარტივად აგიხსნა, მინდა იცოდე რომ შენ ერთ მანევრზე მეტი სწავლასაც შეიძლება ერთ კონკრეტულ დღეს. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ რა საჭიროა ქალაქს ურტყა წრეები და სწავლობდე წრეებზე სიარულს, მაშინ როდესაც შესაძლებელია ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე შეარჩიო ისეთი გზის მონაკვეთი, სადაც კარგად აჩქარება შენელებას, სარკევში გახედოს და ასე შემდეგ რაღაცებს ისწავლო. მეორე კონკრეტულ გაკვეთილზე კიდევ შეგიძლია შეარჩიო ისეთი გზა, სადაც ძალიან ბევრი წრეული შეგხვდება და ასევე მოგიწევს მანევრირება. მოbrunებები ამ წრეულზე, პირდაპირ გავლები და ასე შემდეგ. კარგი მასწავლებელი ზუსტად ისე წაგიყვანს გზაზე, რომ ერთი კონკრეტული მანევრის გაკეთება მოგიწევს 5-ჯერ, 7-ჯერ ან 8-ჯერ, როგორც გიწევდა ხოლმე მოედანზე. ეხლა ადექიდა შენი შეადარე. 10 გავლილი გაკვეთილი და უბრალოდ გზის რაღაც კონკრეტულ მონაკვეთებზე სიარული. ან 5 გაკვეთილი, სადაც ერთ გაკვეთილში იქნება ზოლების ცვლა, წრეულებზე მოძრაობა, პირობითად, როგორებიც არის ისევ გეუბნები მოbrunება, მარცხნივ წასვლა ან მარჯვნივ წასვლა. კიდევ ერთი გაკვეთილი დამატებულად, სადაც იქნება ქვეითები, ქვეითთა არარეგულირებული შუქნიშნით და რეგულირებული შუქნიშნით გადასასვლელები, ვიწრო გამოსახვევები, სადაც უნდა გაიხედო მხრით და ასე შემდეგ. და მთელი გაკვეთილის განმავლობაში მუშაობ იმ კონკრეტულ ამოცანაზე, რომ ისწავლო ის კონკრეტული მანევრი ბევრად უფრო კარგად, ვიდრე უბრალოდ წრეების დარტყმის დროს გამოგდის, ხვდები? ხო, და კიდევ, არ დაგაუწყდეს რომ მოინახულო ჩემი ვებგვერდი autoscola.gym. ვებგვერდი, რომელიც თეორიის მასწავლებელია.